და ჩვენ ვიცხეთ ამ კვირა დილით ირანში ომთან დაკავშირებული უახლესი ამბებით. პრეზიდენტმა ტრამპმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ ხორმუზის სრუტის საზღვაო ბლოკადა იწყება. ცოტა ხანში პრეზიდენტი ტრამპი შემომიერთება ექსკლუზიურ ინტერვიუში, რათა მოგვაწოდოს უახლესი ინფორმაცია ირანში მიმდინარე ომზე, რადგან აშშ-სა და ირანს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. ეს იყო პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის ბოლო 10 წლეულის განმავლობაში და ყველაზე მაღალი დონის დიალოგი მათ შორის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ. მოლაპარაკებები დაიწყო შაბათს და გაგრძელდა 21 საათის განმავლობაში ისლამაბადში, პაკისტანში. ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვანსი პაკისტანში იმყოფებოდა და ზევას დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჯარედ კუშნერთან და სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მხიფე ცეცხლის შეწყვეტა მოქმედებს ორივე მხარეს შორის სამშაბათიდან. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა ირანს მისცეს კიდევ ორი კვირა ხორმუზის სრუტის გასახსნელად, ან კიდევ უფრო დიდი განადგურება იცლიოს. ეხო პრეზიდენტი განახორციელებს საზღვაო ბლოკადას სრუტეში, აქ არის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი-დი ვანსი დილის საუბრის შემდეგ ისლამაბადში. უკვე 21 საათი ამაზე ვმუშაობთ და რამდენიმე არსებითი დისკუსია გქონდა ირანელებთან. ეს არის კარგი ამბავი. ცუდი ამბავი ისაა, რომ შეთანხმებას ვერ მივახციეთ და ვფიქრობ, ეს ირანისთვის ბევრად უფრო ცუდი ამბავია, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ახლა პირდაპირ ეთერში ტელეფონით უახლესი ინფორმაციით ჩემთან ერთად არის ამერიკის შეერთებული შტატების 45 და 47 პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპი. ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ დღეს დილით ჩემთან ერთად ხართ. ვიცი, რომ თქვენი დრო შეზღუდულია და მადლობას გიხდით, რომ დრო გამონახეს და ყველაფერი აუხსენით ჩვენს აუდიტორიას. მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა, მარია. ბატონო პრეზიდენტო, შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა ხდება ახლა ხორმუზის სრუტეში ბლოკადის გამო? ჩვენ ჩავატარებთ ბლოკადას, ამას გარკვეული დრო დაშირდება, მაგრამ ეფექტური იქნება. მალე და გუშინ რამდენიმე შეხვედრა გქონდა, ისინი როგორც თქვენ თქვით 21 საათი გაგრძელდა, შეხვედრა ხანგრძლივი იყო, ჯეი-დისთან, სტივთან და ჯარედთან ერთად. ჩვენ ძალიან კარგად ვიყავით წარმოდგენილები, მაგრამ მთავარ საკითხზე შეთანხმება არ შედგა. ისინი ბირთვული იარავის ქონას ცდილობენ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ამას უკვე 30 წელია ვამბობ. არასდროს დაუშვებ რომ ეს მოხდეს. არასდროს. ამ ქვეყანას ბირთვული იარაღი არ ექნება. უმეტესობას ნებართვა არ უნდა კონდეს, მაგრამ ამ ქვეყანას ნამდვილად არ ექნება ისინი. მადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, ეს იყო წითელი ხაზი. შეგიძლიათ აგვიხსნათ, რა მოხდა ამ მოლაპარაკებებში, რა მოითხოვეს შეერთებულმა შტატებმა ირანისგან და როგორ უპასუხეს მათ? მადლობთ. მათ რეაგირება მოახდინეს, იცით, ეს ძალიან საინტერესო იყო. სუსტად დაიწყო, ისინი მოვიდნენ ისე თითქოს ყველა კოზირი ჰქონდათ, მაგრამ ასე არ არის. მაქი არმია და მთელი სამხედრო ძალა განადგურებულია. მთელი ადგილი განადგურდა და როგორც იცით, ლიდერობის დონეები გაქრა. ისინი უბრალოდ გაქრნენ და უცებ გაქრნენ. ყველაფერი გაქრა, მთელი ადგილი გაქრა. მათ რაღაცა აქვთ, რაც შეუძლიათ გააკეთონ. შეუძლიათ თქვან, შეგვიძლია სადმე ნაღმი დავდოთ. 1, 2 ან 10 ნაღმი. და ეს იმოქმედებს. $1 მილიარდიან გემთან ერთად ითხოვდით, ჯობია ნაღმა არ დაარყას და არ დავკარგო ან სერიოზულად არ დავაზიანო ჩემი გემი. ასე რომ ეს არის პატარა ბერკეტი, რაც მათ აქვთ, რასაც სამხედრო ძალა და სამხედრო ძალაუფლება ვერ ახერხებს. მაგრამ იცით, ეს შანტაჟია და ისინი შანტაჟს უწევენ სოფლიოს. იცით, ჩვენ იქიდან ნავთობს არ ვიღებთ. ჩვენ იმდენი გვაქვს, ჩვენ გვაქვს და ერთი რამ რაც თქვით, არ ვიცი ვინმე მსორად თუ გაიგო, მაგრამ უამრავი გემი მოდის შეერთებულ შტატებში. ისინი შეავსებენ მათ და გაემგზავრებიან დატვირთული საუკეთესო ნავთობით, light sweet crude-ით. მათ ეკნებათ საუკეთესო ნავთობი, რაც კი შეგიძლიათ იპოვოთ. მაგრამ ეს საინტერესოა და კარგია, რადგან ჩვენ ბევრი ნავთობი გვაქვს, ჩვენ არაფერს ვიღებთ. პირდაპირ ვთქვათ, გასულ წელს ეს იყო 1%. ეს უბრალოდ როგორც სიკეთე ისე გავაკეთეთ. ჩვენ არ გჭირდება სრუტე, მაგრამ სხვებს სჭირდებათ. და გეტყვით, რადგან ამაზე ვსაუბრობ, ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ნატოში. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ისინი არ მოვიდნენ. ეხლა ისინი უნდათ მოსვლა და უნდათ სრუტის საკითხში დახმარება და დიდხანს არ დასჭირდება ყველაფრის გასუფთავებას. ასე რომ ჩვენ გავასუფთავებთ სრუტეს და ისინი მალე შეძლებენ სრუტის გამოყენებას. მაგრამ ჩვენ ქონდა ძალიან ინტენსიური მოლაპარაკება და ბოლოს ყველაფერი ძალიან მეგობრულად დასრულდა და თითქმის ყველა პუნქტი მივიღეთ, რაც გჭირდებოდა, გარდა იმისა, რომ მათ უარი თქვეს ბირთვულ ამბიციაზე, უარის ხმაზე. და ეს არის ერთადერთი პუნქტი, გულწრფელად რო ვთქვა, ჩემთვის. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი. მინდა ამაზე და ნატოზე კითხოთ.
მაგრამ პრეზიდენტო თქვენ დღეს Truth Social-ზე გამოაქვეყნეთ. ჩვენ დავიწყებთ ყველა გემის ბლოკირებას, რომელიც ცდილობს ხორმუზის სრუტეში შესვლას ან გამოსვლას და ერთ მომენტში მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა ყველა შეძლებს შესვლას და ყველა შეძლებს გამოსვლას. მაშ გითხარით, რას ცდილობთ ამ ბლოკადით, ბატონო? ყველა გამოვა, ამას შესვლა და გამოსვლა ქვია. იქნება მომენტი, როცა ყველა შევა და გამოვა, ეს პროცენტული არ იქნება. ეს არ იქნება თქვენი მეგობარი, როგორც მოკავშირე ქვეყანა ან მეგობარი ქვეყანა. ეს ან ყველაფერი იქნება, ან არაფერი. და ეს მოხდება, დიდხანს არ დასჭირდება. არა, ჩვენ უბრალოდ ხომალდები მოყავს, ჩვენ ბევრი ხომალდი ვენ, ბევრი ხომალდი ყავს, ამიტომ ისინი მოყავს. ჩვენ ფიქრობთ, რომ რამდენიმე ქვეყანას დაგვეხმარება ამაში. მაგრამ ჩვენ სრულ ბლოკადას ვაწესებთ და არ დავუშვებთ, რომ ირანმა ფული იშოვოს, გაკიდოს ნავთობი ვისაც უნდა და არ გაკიდოს ვისაც არ უნდა. ან რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი ან არაფერი იქნება და ასე იქნება. და იქნება ასე. ხონახეთ რა გავაკეთეთ ვენესუელასთან. ეს იქნება ძალიან მსგავსი, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე. ბატონო პრეზიდენტო, ამბობთ, რომ იქ შეიძლება ნაღმი იყოს. ისინი იმყოფებიან ისეთ ადგილას, რომელსაც მათ გარდა არავინ იცის და ეს არის გლობალური გამოძალვა. როგორ უზრუნველყოფს შეერთებული შტატები, რომ ნაღმები ხორმუზის სრუტეში იქნება მოხსნილი? უკვე გვყავს ნახსატმენდები იქ, გვაქვს ხალქვეშა უახლესი და მაღალტექნოლოგიური მოდელები, რომლებიც ყველაზე თანამედროვე და განვითარებულია, მაგრამ ასევე მივიყვანეთ ტრადიციულებიც. მესმის, რომ გაერთიანებული სამეფო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ასევე აგზავნიან საკუთარ ნავსატმენდებს. ბევრ მათგანს ნავსატმენდები არ ხავს. წარმოიდგინეთ, მათ ჰქონდათ 28 ნავსატხორცნი. რომელ ქვეყანას აქვს 28 ნარმსატხორცნი, 28 გემი ნაღმების გასაშვებად? რომელი ქვეყანას? ისინი მთლიანად განადგურდნენ. ისინი აღარ არსებობენ. მაშასე ჩვენ გავანადგურეთ მათი მთელი საზღვაო ფლოტი, მათ ყავდათ 148 გემი და 28 ნავსატხორცნი. ყველა ახლა ზღვის ფსკერზეა, გჯერათ ეს. ეს 4 ბრეში გავაკეთეთ. მათი სააერო ძალები დასრულდა, ანტისააერო დაცვაც. თუ ანტისააერო შეხედავთ, მათი ყველა სისტემა, მათი მთელი რადარის სისტემა გათიშულია. ანტისააერო დაცვა სულად განეიტრალდა. მათ არაფერი დარჩენიათ. იცით რა არის ყველაზე სამწუხარო ნაწილი? ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ შენს გამოა. ყველაფერი გავანადგურეთ. მათი ლიდერები და არმია დასრულებულია, ყველაფერი გაქრა. და რაკეტები და მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა. 1000-ობით რაკეტა და 100-ობით საწარმო, სადაც ისინი მზადდებოდა, გავანადგურეთ ასევე სხვადასხვა ნაწილი. ისინი თითქმის გაქრნენ. ამბობენ, რომ 82 თუ 85%. ვინ იცის ზუსტი რიცხვი? მაგრამ ჩვენ დავასრულეთ ისინი. მათი დრონების ქარხნები გავანადგურეთ. ეხლა მათ ძალა დაკარგეს და ჩვენ გვაქვს ახალი ანტიდრონული მოწყობილობები. ეს შენ ნახე, კომპიუტერიზებული ტყვიები როგორც ეძახიან და ასევე ლაზერები. ლაზერი დრონს ადნობს. ეს ანახავად მშვენიერი რამეა, ეს ბევრია, მაგრამ დაფიქრდი, ჩვენ აშკარად გავიმარჯვეთ. გუშინგლამდე ისინი ამბობდნენ, არა, ესო იყო სრული განადგურება და თუ New York Times საიკითხავ, ჩანს რომ ისინი კარგად არიან. თუ ისინი ასე ძლიერი ბრძვიან, ნუ თუ ეს რთული ბრძოლა არ იყო. ეს ძალიან მარტივი ბრძოლა იყო სამხედრო თვალსაზრისით. მაგრამ როცა ვინმე ამბობს, იცი მოდი ჩავდოთ ნაღმი ხორმუზის სრუტის შუაგულში. ბევრი არაფერია, რითაც შეგიძლია დაარწმუნო გემის მფლობელი, რომელსაც $მილიარდი ღირებულების გემი ხავს, რომ გავიაროთ სრუტე. ეხლა გუშინ ალბათ ნახეთ, რომ გავგზავნეთ 2 უახლესი მაღალტექნოლოგიური გამანადგურებელი ლამაზები, სრულიად ახალი, პირდაპირ სრუტის შუაგულში. და არავინ არაფერი გაგვიკეთა, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებთ არის იარაღის უკან მიყოლა. მერე ის ბრუნდება და მეორე მხარეს ოფ ადამიანებს ანადგურებს. პირდაპირ სანცუთში ისინი განეიტრალებულები არიან. ტექნოლოგია დაუჯერებელია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ამას აკეთებენ თუ არა, ფუშდებენ თუ არა. ამის შესახებ ბუშინ არ უსაუბრიათ. ჩემი აზრით ალბათ აქვთ რაღაცა თანხა. და მეგეთ. ბუშინ კარგი შეხვედრა იყო, მართლა კარგი შეხვედრა ხა, გარდა ერთი პრობლემისა. და ეს არის 95% მათ სურთ ბირთვული იარაღის ქონა. ეს არ მოხდება. და ეს არის ძირითადი საკითხი. მაღალბრძანებელი ბატონო პრეზიდენტო. იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას ახლოდან არადევნებს თვალს, შეგიძლიათ დეტალურად ახსნათ, რატომ იყო მნიშვნელოვანი შეერთებული შტატებისთვის ირანში ჩარევა. შეგიძლიათ განმარტოთ, რა იდგა ამ გადაწყვეტილების მიღმა, რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი ირანში შესვლა. ეს მარტივია, ყველაზე მარტივი შეკითხვა აქამდე. Não podem ter armas nucleares. მათ აქვს ბირთვული იარაღი? ისინი კიდევ უფრო მეტად სურთ გაამდიდრონ ის, რაც უკვე აქვთ. როგორც იცით, ჩვენ გავანადგურეთ ბორი ბომბდამშენებით. თუ ამას არ გავაკეთებდით, მათ ბირთვული იარაღი ეკნებოდათ 1 თვის შემდეგ,
სხვა სიტყვებით რო თქვათ, ბორიებმა, იმ მშვენიერმა ბორი ბომბდამშენებმა მთლიანად გაანადგურეს მათი სამი ობიექტი. მათ სამი ობიექტია. და ახლა ისინი ღრმად არიან მიწაში დამალული, როგორც იცით, ტონობით, ქვის ქვეშ. ეხლა მასალა უნდა ამოიღონ, მაგრამ ჩვენ გვაქვს კამერები ამაზე და კოსმოსური ძალების თანამგზავრები, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის შექმნა. ჩვენ ვაკონტროლებთ იმ ტერიტორიის ყველა ასპექტს. ისინი არ მოძრაობენ ისე, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცოდეთ რა ხდება. მაგრამ ეს საკმაოდ ღრმაა და ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ იქიდან ამოიღონ. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი თავდასხმაა. თუ ამას არ გავაკეთებდით, იმ დრიდან ერთი თვის განმავლობაში მათ ბირთვული იარაღი ექნებოდათ, თუ მათ ბირთვული იარაღი ექნებოდათ, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში გამოიყენებდნენ. ნახე, მათ 5 სხვადასხვა ობიექტზე მიიტანეს იერიში. ეს ქვეყნები მეტნაკლებად ნეიტრალურები იყვნენ, ხო გესმის? ასე ვფიქრობ. არ ვიცი, რამდენად მეგობრულები იყვნენ, მაგრამ თავდასხმის ხაზზე არ იყვნენ. მათ ალბათ 1800 რაკეტა გაუშვეს არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, ბევრი გაუშვეს საუდის არაბეთზე და ასევე კატარზე. გაუშვეს ბარეიზეც. გულისხმობ, ისინი გაჯიჯდნენ. და ყველა გაოცებული იყო. სინამდვილეში ეს ჩვენთვის კარგი აღმოჩნდა, რადგან საბოლოოდ ყველანი ჩვენთან ერთად გაერთიანდნენ. ან შეშინდებოდნენ, ან გაერთიანდებოდნენ. ყველანი გაერთიანდნენ და ძალიან დაგვეხმარნენ. ეს ქვეყნები შესანიშნავები იყვნენ, მათ შორის ქუვეითიც. და ეს არის მთავარი საკითხი. შენ გძნობ, რომ მათ არ უნდა კონდეთ ბირთვული იარაღი, რადგან გამოიყენებენ მას. და სწორედ ეს მინდოდა, რომ აუხსნა საზოგადოებას. დიახ, ფიქრობ ისინი გამოიყენებდნენ მას და ისრაელი დაიწყებდნენ. და იარაღი იცით ისეთ ზიანს მიაკენებდა, როგორიც არავის უნახავს. შესაძლოა მისი დიდი ნაწილი გაანადგუროს. ერთზე მეტი არ სჭირდებათ, ერთიც საკმარისია. და შემდეგ ისინი მიადგებიან ახლო აღმოსავლეთს. და საბოლოოდ აქაც მოვლენ, გესმით? და ჩვენ არ მივცემთ მათ აქ მოსვლის უფლებას. და არ მივცემთ მათ. იქ ჩვენ დიდი მოკავშირეები გვყავს. გეტყვით იმ 5 ქვეყანას. შეხედეთ ურთიერთოს ისრაელთან, ისრაელთან. ნახეთ, რა საოცარი პარტნიორობა გვაქვს ამაში. იცით როგორ თქვა ბიბი ნეთანიახუმ, ჩვენ ვართ უფროსი ძმა და ისინი არიან უმცროსი ძმამა. და იცით, ეს ძალიან ეფექტური გუნდი იყო, ძალიან ეფექტური. რაც გავაკეთეთ სიტყვასიტყვით რამდენიმე დღეში, 60 დღეში, ირანი ფაქტობრივად განადგურდა. შევდიანია, როცა პრესა ამბობს, რომ ისინი მამაცურად იბრძვიან, ისინი მამაცურად არ იბრძვიან. მათ არაbt საჰაერო თავდაცვის სისტემა. და ჩვენ შეგვიძლია გადავფრინდეთ ზემოდან, ჩამოვაგდოთ როცა გვინდა და გავანადგუროთ რაც გვინდა. როგორც იცით, გასულ კვირას თქვი, რომ განვიხილავთ ენერგოსადგურებისა და დარჩენილი ხიდების განადგურებას. თავარი ხიდი დავანგრიეთ, რადგან კარგად საუბრობდით და ისინი მიდიან ნედიაში. ისინი პიარში ძალიან ძლიერები არიან. ამაში ბევრად უკეთესები არიან, ვიდრე ბრძოლაში. ისინი მიდიან მედიაში და ამბობენ, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ ბირთვული იარაღის ქონა შეგვიძლია, მაშინ როცა მე მათთან საერთოდ არ მისაუბრია. სხვათა შორის ეს ერთადერთი რამ იქნებოდა, რასაც მე მათ არასდროს ვეთხოვდი. და მათ ეს იციან. და შემდეგ New York Times-ი, რომელიც ფარსია, ყალბი გაზეთია. ეს ყველაფერი ფარსია. შენ გჯერა საპირისპიროს. სამწუხაროა CNN-ის მოქმედებაში ნახვა New York Times-ი, ABC, ყალბი ამბები და NBC, ყალბი ამბები. სამწუხაროა ამის ხურება. ისინი ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც იციან, რომ ყალბია. ეს თითქმის ღალატია, თუ გინდა სიმართლე იცოდე, ეს თითქმის ღალატია. მაგრამ თუ მხოლოდ New York Times კითხულობ და მათი ბეჭდური ვერსიის ტირაჟი საკმაოდ დაეცა. დიახ, საკმაოდ დაეცა, მე ამაზე სიამაყით ვამბობ. მაგრამ თუ მხოლოდ New York Times კითხულობ, ითხოვდი, რომ ისინი ომში ძალიან კარგად არიან. სუდად არიან. მინდოდა შენთვის მეკითხა. მათ მხოლოდ შეუძლიათ თქვან, შეიძლება ნაღმები იყოს და თუ ყავს გემი, ვინ გარისკავს? არავინ გარისკავს. ბატონო პრეზიდენტო, მინდა ამის შესახებ გითხოთ, რადგან თქვენ დამოაქვეყნეთ tweet-ი და მათვაც მიიფრეთ ქვეყნის ყურადღება ერთი კვირის წინ, როცა ყველა ველოდით და ვაკვირდებოდით, რა იქნებოდა შეერთებული შტატების შემდეგი ნაბიჯი, თუ ირანელები არ გახსნიდნენ ჰორმუზის სრუტეს. და თქვენ Truth Social-ზე დაწერეთ, მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასოდეს დაბრუნდება. არ მინდა ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ ასე იქნება. თუმცა თუ მოხდება სრული რეჟიმის შეცვლა, სადაც უფრო გონიერი და ზომიერი ადამიანები გაიმარჯვებენ, შეიძლება რაღაც საოცარი მოხდეს. ბატონო პრეზიდენტო, გააკრიტიკეს თქვენი tweet-ი, მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება. რა სიტყვით ამაზე და რა იქნება შემდეგი ნაბიჯები? გეგმავთ კიდევ უფრო მეტ განადგურებას? კარგი, ამას ვიღებ. ამ განცხადებამ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მოიყვანა, გარდა ერთი პუნქტისა, რომლის მიტოვებასაც ფიქრობ, რომ ისინი დათანხმდებიან.
ფიქრობ მალე ამას დათმობენ, რადგან ეს არ იმუშავებს. ჩვენ ფიქრობდით, რომ უკვე მივახციეთ შეთანხმებას და უწევ მათ თქვენს? არა, ჩვენ გვინდა, მაგრამ მე მჯერა. არა, და როცა ამას ვამბობ, გახსოვდეთ, რას გვეუბნებოდნენ ისინი. წლების განმავლობაში მომიწია მათი მოსმენა, როგორ ამბობდნენ. სიკვდილი ამერიკას, ხო ასეა? ისინი ამბობენ, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს, ამერიკა სატანა. გავანგრევთ ამერიკას, სიკვდილი ამერიკას. და მერე ვინმე გეჩხუბება, როცა ამას ამბობ. გონია ეს დიდი ნაბიჯია უკან, სიკვდილი ამერიკას. ასე რომ მათ აქვთ უფლება თქვან, სიკვდილი ამერიკას. და რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ როცა ცივილიზაციაზე ვისაუბრებ, ეს სრულიად განსხვავებული იქნება, რადგან მათი არმია მთლიანად გაქრება. ის თითქმის უკვე გაქრა. მაგრამ მათი არმია, შეხედეთ მათ ლიდერობას. ჩვენ გვქონდა რეჟიმის სვლილება, რადგან ადამიანები, ვისთანაც გუშინ მუშაობდით, უცვლელად რო ვთქვა, ძალიან ჭკვიანები, ძალიან მოხერხებულები, ძალიან კარგები იყვნენ, ძალიან კარგები. მგონია, რომ ისინი უფრო ჭკვიანები იყვნენ, ვიდრე წინა ხალხი, ხომეინი და ის ჯგუფი. ნახეთ რა მოუტანა ეს მათ. ნახეთ რა მოუტანა მათმა ხრიკებმა. ტრილიონები დახარჯეს იარაღში და ჩვენ მათი უმეტესობა გავანადგურეთ. მაგრამ იცით, როცა ცივილიზაციაზე ვსაუბრობ, მინდა ვთქვა, რომ ის ნამდვილად შეიცვალა. დიახ, ეს ნამდვილად მოხდა, მაგრამ დაფიქრდით ამაზე. მათ აქვთ უფლება თქვან, სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ამას. სიკვდილი ვთქვათ, რაღაცას აცხადებენ, ამბობენ, დიდი ამბავი. მაგრამ ამ განცხადებამ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მოიხვანა და იქიდან ისინი აღარ გასულან. ვარაუდობ, რომ ისინი დაბრუნდებიან და ყველაფერს მოგცემენ, რაც გვინდა და ჩემს ხალხს ვეუბნები, მე ყველაფერი მინდა. არ მინდა 90%, არ მინდა 95%. უთხარი მათ, ყველაფერი მინდა. კარგი და ისინი რას უნდათ? არაფერს. მარია, დიახ. მათ ბარათები არ აქვთ. მათი საზღვაო ძალები გაქრა. მათი სახაერო ძალები დასრულდა. მთლიანად გაქრა. მათ არაფერი აქვთ. მათ ხომალდები არ აქვთ. 158 ხომალდი ზღვის ფსკერზეა. კარგი, ახალი. სოლეიმანი მათ ყავდათ ერთი, სახელად სოლეიმანი. განადგურდა ჩვენი ერთ-ერთი ვეფხვის ზვიგენის ხალქვეშა ნავის მიერ. ჩვენი ერთ-ერთი სწრაფი ხალქვეშა ნავის მიერ. ეს საოცარია. ჩვენი შეიარაღებული ძალები ძალიან კარგია. იცოდი, რომ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს ახლა 94%-იანი მხარდაჭერა აქვს. კონგრესს აქვს 14%, მედიას აქვს 12%, დასაწყისში მედიას ჰქონდა 92%-იანი მხარდაჭერა, რეზ არის 14%. ამით ვამაყობ, რადგან ისინი არაკეთილ სინდისიერები არიან. ბატონო პრეზიდენტო, ხედავ რა მოხდა ახლა ხან ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან დაკავშირებით, რომლებმაც რეაგირება მოახდინეს და აღარ დადიჯირეს მხარი თქვენ და შეერთებულ შტატებს. და ვხედავ რა მოხდა ჩვენ სპარსეთის ყურის მოკავშირეებთან ახლო აღმოსავლეთში, რომლებსაც აღარ სურთ აგრესორი რეგიონში. ელით რომ სპარსეთის ყურის ეს მოკავშირეები დაგეხმარებიან ხორმუზის სრუტის ბლოკადაში. დიახ, რომელი სხვა ქვეყნები? დაიწყეს. სპარსეთის ყურის ქვეყნები ბევრად უფრო ახლოს არიან, ამიტომ შეიძლება მოუწიოთ მოქმედება, მაგრამ ასევე შეუძლიათ გვერდით დარჩნენ. მაგრამ მათ შეცდომა დაუშვეს, როცა მათზე რაკეტების გაშვება დაიწყეს. და აი დადებითი მხარე. სპარსეთის ყურის ქვეყნები მდიდრები არიან და ბევრი პატრიოტის სისტემა აქვთ. ჩვენი პატრიოტი რაკეტა, რომელიც ანტირაკეტაა, დაუჯერებელია. ერთ დღეს მათ ჩვენზე ესროლეს. ერთ კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც გვაქვს, ანუ ავიამზით აბრაამ ლინკონზე. სოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, სოფლიოს ერთ-ერთი დიდი სილამაზეა. მათ 101 რაკეტა ესროლეს სულ 100-დან. ეს რაღაცები საათში 2000-ზე, 2000 მილიაზე მეტით მოძრაობენ. და 101 რაკეტიდან 101 ჩამოაგდეს ისე თითქოს არაფერია და ეხლა ისინი ზღვის ფსკერზე არიან, ან რაც მათგან დარჩა. წარმოიდგინეთ, ეს 101 რაკეტა მოკლე დროში გაუშვეს, ყველა 101 ჩამოაგდეს, ასე რომ ჩვენ საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობა გვაქვს, საუკეთესო ხალხი გვყავს. ჩვენ უდავოდ ყველაზე ძლიერი შეიარაღებული ძალები გვყავს სოფლიოში და ეს ყველასთვის ჩანს. იქნება ეს ვენესუელაში თუ ის რაც ირანს გაუკეთეთ და როცა ვკითხულობ, იცით, კალბამბებს, სადაც წერენ, თითქოს ირანს კარგად მისდის საქმეები, სინამდვილეში მათ არაფერი გამოსდით. ისინი დამარცხებულები არიან. მე ირანს ერთ დღეში დავამთავრებდი. მე ამას ერთ საათში დავამთავრებდი. მე შემეძლო მათ მთელი ენერგია წამერთვა. მათი ელექტროსადგურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. და მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთებამ ძულს არდგენას 10 წელი სჭირდება, ისინი ვერასდროს შეძლებენ არდგენას. და ასევე აქვთ მათი ხიდები. ელქი გავანადგურე უბრალოდ იმის საჩვენებლად, რომ მათ საჯარო განცხადება გააკეთეს, რომელიც სიმართლე არ იყო, მათ აღიარეს. უთხარი ერთ ხიდს დავანგრევ და ამან სიტუაცია მოაგვარა. ეხლა ისინი ძალიან კარგად იქცევიან. მაგრამ მხოლოდ ნახევარ დღეში არც ერთი ხიდი აღარ დარჩებოდა ფეხზე. არც ერთი ელექტროსადგური აღარ იმუშავებდა.
და ისინი დაბრუნდებოდნენ ქვის ხანაში. მე მიჩვენია ეს არ გავაკეთო, მაგრამ ნამდვილად მჯერა, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხვდებიან, რადგან არავის შეიძლება იყოს იმდენად სულელი, რომ ბირთვული იარაღის ქონა უნდოდეს და არ კონდეს რაიმე კოზირი. მათ არ აქვთ არანაირი კოზირი. მას თუ ისინი ამ ცდილობაზე არ უარს არ იტყვიან, ეს არის გეგმა, აპირებთ ირანის კიდევ უფრო განადგურებას. დიახ, ასე მოვიქცევი, თუ ისინი გეგმაზე უარს არ იტყვიან. მე შენთან არაფერი მაქვს, ჯერი. ჩვენ გვინდა სრუტის გახსნა, მაგრამ ხომალდები უკვე ამერიკაში მიდიან. ვამბობ, ნახეთ, ყველას ვიწევდი. ეს ძალიან კარგია. საუბარი. ბატონო, თქვენ ახსენეთ ის პოსტი ასობით სუპერტანკერის შესახებ, რომლებიც ამერიკის ყურეში მიემართებიან, რათა შეიძინონ ნავთობი და გაზი აშშ-დან. რას გვეთქვით ამაზე? ხალხი ადრე მას მექსიკის ყურეს ეძახდა, ეხლა კი ამერიკის ყურე ქვია ჩემს გამო. ეს ჩემი ერთ-ერთი პატარა გვერდითი პროექტია და ჩემთვის დიდი პატივია. ხალხი ძალიან ბედიერია ლუიზიანაში, ფლორიდასა და ტეხასში, ისინი ამით ძალიან ამაყობენ. მე ადრე ვამბობდი, რატომ ქვია მექსიკის ყურე, როცა სანაპიროს 93% ჩვენ გვაქვს. და სანაპიროს 93% ეკუთვნის შეერთებულ შტატებს. თქვი, ბონი გადავარქმევ ამერიკის ყურეთ. ლამაზი სახელია. და მე გადავარქვი. და დიდ მადლობას უხდი Google-ს, რადგან როგორც კი დოკუმენტები შევიტანე, ეგრევე გავაკეთე ეს. Google Maps-ზე, როგორც კი Google Maps-ზე შეიცვალა, იცით, ეგრევე მოხდა ეს. ყველაფერი დასრულდა. საქმე დახურული იყო. მაგრამ ჩვენ გქონდა სასამართლო პროცესები, წავაგეთ, მოვიგეთ ყველაფერი და ეხლა ეს არის ამერიკის ყურე, რითაც ძალიან ვამაყობ. და თქვენელით სუპერტანკერებს. შემიძლია გითხრათ, ფიქრობდი მას ტრამპის ყურეთ დამერქმია. და გადავწყვიტე, არ გამეკეთებინა ეს. ფიქრობ ეს ბრძნული გადაწყვეტილება იყო. ალბათ ეს არ გაამართლებდა, ზუსტად არ ვიცი, თქვენ უნდა მითხრათ. მაგრამ ფიქრობდი, მას ტრამპის ყურე დაერქმევა. მერე ვთქვი, იცი, ეს ალბათ კარგად არ გამოჩნდება. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ. თქვენ ხართ. იცით რო გხუმრობ. დიახ, ეს არის პრეზიდენტის ხუმრობა. ეს იქნება სათაური. კალბი ამბები ხვალ სათაურად აურად იქცევა. ნავთობის ექსპორტიორებზე რა სიტყვით? მომიყვებით ამაზე, რადგან თქვენელით რომ ცარიელი სუპერტანკერები მექსიკის ყურეში, ლუიზიანასა და ტეხასში გაემართებიან. ისინი მალე მოვლენ. ხო, ისინი ტეხასში მიდიან. ისინი მთელ ჩვენ სანაპიროს გაივლიან. ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი პორტები და ისინი აქედან წავლენ. დაიმახსოვრეთ ეს. და ეს მართლაც შთამბეჭდავია. ეს ის მომენტია, როცა იქ ვიყავით. როცა თანამდებობა დავიკავე, ენერგეტიკაში მესამე ან მეოთხე ადგილზე ვიყავით და ზუსტად ამას ვაკეთებდით. ნავთობი, გაზი და სხვა რამეები. ეხლა კი საუდის არაბეთზე დიდები ვართ. დაფიქრდით ამაზე. და ჩვენ საუდის არაბეთზე დიდები ვართ. შეაერთეთ საუდის არაბეთი რუსეთთან და კიდევ ერთი ქვეყანა დაამატეთ, რომელიც გინდათ. ჩვენ ყველა მათზე დიდები ვართ ერთად. დაფიქრდით ამაზე. ეს ყველაფერი ტრამპის დამსახურებაა. და როცა ბაიდენმა ეს სისტემა მიიღო, მაინც შეცვალა. შემდეგ მან სადა უკან დახევა, რადგან ნავთობის ფასი იზრდებოდა, ხო იცით, გახსოვთ, რომ ის იზრდებოდა 7-8 და ასე შემდეგ. მაგრამ ნახეთ, ეხლაც კი ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ბირთვული საფრთხე. ჩვენს ქვეყანაში ხალხს ნავთობი აქვს, მაგრამ სხვა ქვეყნები ზარალდებიან. მაოცებს სრუტე იაპონიისკენ. საიდან იღებენ ისინი თავიანთი ნავთობის 93%-ს. იცით, იაპონია, სამხრეთ კორეა იღებს თავისი ნავთობის 45%-ს. ამ ხალხმა არ დაგხმარებია. მე ვკითხულობ, თქვენ დაგვეხმარებით. იცით, ამ ორ ადგილას 45,000 და 50,000 ჯარისკაცი გვყავს შესაბამისად. 45,000 და 50,000 ჯარისკაცი. ჩვენ ვიცავთ და ვუვლით მათ. და როცა ცოტა დახმარება დავწირდა, ისინი არ დაგვეხმარნენ, როცა ნატოს დახმარება ვთხოვეთ, არც მაშინ დაგვეხმარნენ და ჩვენ ვიხდით. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, 900 მილიარდი დოლარი, თითქმის ტრილიონი დოლარი. ნატოსკენ სწრაფად მივდიოდით, რომ რუსეთიდან დაგვეცვა ისინი. და როცა იქ მივედით და ჯო ბაიდენი, მე ამას არ გავაკეთებდი. თქვენ არ გეკნებოდათ უკრაინის პრობლემა. რუსეთი არასდროს შეუტევდა უკრაინას. მაგრამ ბაიდენთან, არაკომპეტენტურ პრეზიდენტთან, ის საშინელი იყო. ნახეთ, არჩევნები გაკალბებული იყო. შენ და მე ეს ვიცით. ეხა ეს ყველა მიცის. ყველაფერი გამოაშკარავდა და ისევ გამოდის სინათლეზე, მაგრამ ბაიდენზე რო ვთქვათ, თუ დააკვირდებით, ნახეთ რა მოხდა. როცა ის პრეზიდენტი იყო, ეს ომი არასდროს მოხდებოდა. რუსეთი უკრაინას არ შეუტევდა. დიახ. და სინამდვილეში მე დავასრულე 8 ომი, მათ შორის პაკისტანის ომი. პაკისტანი გუშინ შესანიშნავ მდგომარეობაში იყო. სწორედ მათ გაამარტივეს შეხვედრის ორგანიზება. სორია, მადლობა გადაუხადეს. ყოველთვის ამბობენ, მოდი ინდოეთთან ომში შევიდეთ და როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, 30-დან 50 მილიონამდე ადამიანი დაიღუპებოდა. და მე ეს დავასრულე. მე ვუთხარი, თუ ომს დაიწყებთ, ჩვენ არანაირ საქმეს არ გავაკეთებთ. კარგი, და გჯერა თუ არა ურთიერთობა დავასრულე საბაჟო ტარიფების გამო.
უზენაესმა სასამართლომ ამაში არ დამინდო. უკვე? კარგი. ნეტავ ეს ყველაფერი საკმარისი იქნება. სრუტეში ბლოკადა, შეერთებულ შტატებში სიმძლავრის გაზრდა არა, საკმარისია. ბატონო, ნავთობისა და გაზის ფასის დასაცევად. კარგი, ეს მოხდება. საბოლოოდ ფასები დაიწევს, ეხლა შეიძლება ეს მაშინვე არ მოხდეს, მაგრამ აუცილებლად დაეცემა. როცა ეს ყველაფერი დასრულდება, ნახეთ, საფონდო ბირჟა დაუ 50,000-მდე ავიდა. ეს 4 ან 5 წელიწადში უნდა მომხდარიყო. ამბობდნენ, რომ მისი მმართველობის დროს არ მოხდებოდა, მაგრამ ალბათ 4 ან 5 წელიწადში იქნებოდა. ჩემს პირველ წელს 50,000-მდე ავიდა. შენ ეს სხვაზე უკეთით იცი, არა? შენ ამას სხვაზე უკეთ აშუქებ. S&P ჩემს პირველ წელამდე 7,000-მდე ავიდა. შენ ეს იცი. და მე ჩემთვის თქვი, აი ისე ვიწყება. მე უნდა შევაჩერო ამ ქვეყანას ბირთვული იარაღის ქონა. ინდა ნახო როგორ ეცემა საფონდო ბაზარი. თუ ბირთვულ ბომბებს დაგვიგდებენ, ან გულწრფელად რო ვთქვათ, სადმე სხვაგან, მაშინ ნამდვილად ნახავ როგორ დაეცემა ბაზარი. ასე რომ საფონდო ბაზარი თითქმის არ დაცემულა. ცოტა დაეცა, ბევრად ნაკლებად ვიდრე მე ველოდი და გულწრფელად რო ვთქვა, ბენზინიც ისე არ გაძვირებულა, როგორც მე მეგონა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ან თუნდაც რომ მომხდარიყო, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ადამიანების ჯგუფი და კიდევ ერთხელ, მაშინ უფრო ცუდი იყო, რადგან ხომეინი იყო სრულიად იცი, რადიკალი. შეკეთილო მანიაკო. ის იყო მანიათი და შენ არ შეგიძლია დაუშვა, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდე. ასე რომ მე მაქვს ყველა დროის საუკეთესო ეკონომიკა. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. და მე ვეუბნები ჩემს ჩევლებს, ბოდიში ბიჭებო, ჩვენ შესანიშნავ მდგომარეობაში ვართ. მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ პატარა მოგზაურობა ირანში, რომ შევაჩეროთ ისინი ბირთვული იარაღის მიღებაში. ყველა მთქვა ვეთანხმებით. მას გჯერათ, რომ ნავთობისა და გაზის ფასი ქვედა იქნება შუალედურ არჩევნებამდე. იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ფიქრობ შეიძლება იგივე დარჩეს. ან იქნება ოდნავ გაიზარდოს, მაგრამ დაახლოებით იგივე უნდა იყოს. ფიქრობ ეს დიდხანს აღარ გაგრძელდება. ისინი დამთავრდნენ, მარია, ისინი დამთავრდნენ. შენ ვერ შეძლებ, შენ არ გაქვს სამართლიანი შანსი. ამ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი მედია გჭირდება. აცი ვიცი, რატო გააკეთებდნენ ამას ადამიანები, რატო იტყოდნენ, რომ სამხედრო თვალსაზრისით კარგად მიდის საქმე. ისინი ასე კარგად მიდიან, ისინი სრულიად ქვეყანა განადგურებულია. ერთი თვითმფრინავი დავკარგეთ და ჩვენ დავაკავეთ ორივე პილოტი. და რა ვთქვათ იმაზე, რომ ეს ორი პილოტი გადავარჩინეთ? საოცარია. აცეთ სხვა ქვეყანას არ აქვს ამის გაკეთების უნარი. ჩვეულებრივ, როცა ეს ხდება, ქვეყნები ემშვიდობებიან, ამბობენ, რომ ძალიან გაგიმართლა, იმიტომ რომ ამაში საკმაოდ ღრმად ჩაეფლობი. ხო, იცი, ეს იყო დაახლოებით 7 საათი სრული ფრენის. მხოლოდ იმისთვის, რომ მე შევძლო და მოვძებნეთ ისინი, ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ტერიტორიაზე ვიყავით, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილას მსოფლიოში და ორივე დავიჭირეთ. ვაუ! განსაკუთრებული. და მადლობა ღმერთს ჩვენი არმიისთვის და ვიცი რომ თქვენ აღადგინეთ შეიარაღებული ძალები. ახლა ბატონო პრეზიდენტო, სანამ წახვიდოდით, თქვენ იყავით ის, ვინც ირანის წინააღმდეგ მაქსიმალური ზეწოლის კამპანია აწარმოეთ თქვენს პირველ ვადაში. დაბრუნდება მაქსიმალური კამპანია. თქვენ მაგს ტერორიზმის მთავარ სპონსორებად მიიჩნევდით და უნდა გკითხოთ ყველა ამ ძალისხმევაზე და მის გავლენაზე ჩინეთზე. რას აკეთებდით ვენესუელაში, ირანში და ასევე თქვენს კომენტარებზე კუბის შესახებ. რა პოზიციაზე დგას ჩინეთი მომავალ თვეში სი ძინპინთან შეხვედრის წინ? რა თქმა უნდა, მაქსიმალური კამპანიის პირობებში მეც ვერაფერს გააკეთებ. პრაქტიკულად გავანადგურეთ მათი ქვეყანა. ერთადერთი რაც დარჩა წყალია, რაც დამანგრეველი იქნებოდა თუ მას დავარწკამთ. არ მსურს ამის გაკეთება, მაგრამ ეს წყალია. დესალინაციის სადგურები და ელექტროსადგურები, რომლებიც ძალიან მარტივია დასათქმელად. შეგვიძლია მათ დავარწყათ, შეგვიძლია ყველაფერი დავანგრიოთ. და როცა ვამბობ დავანგრიოთ, მართლა ვგულისხმობ. იმ დონემდე, რომ თქვენ 10 წელი არ გექნებათ ელექტროენერგია, რადგან ამ სადგურების აშენებას 10 წელი სჭირდება ნულიდან აშენებას. ალბათ ვეღარაზრო შეძლებდით მათი თავიდან აშენებას. და ხიდები. აი ეს არის, ეს მართლა ერთადერთი რამეა. კიდე გვაქვს რამდენიმე რაკეტების ქარხანა. და ზუსტად ვიცით სად არის თითოეული, ამასაც გავაკეთებთ, გარდა იმ რამდენიმე რამისა, რაც გარჩა. გონი უკვე თითქმის ჩემს ვარს მივაქციე. შენ ძალიან ძალადობრივი და სასტიკი ხარ. არ ვისურვებდი ჩემს წინააღმდეგ რომ ყოფილიყავი, გეტყვი ამას. როგორც თქვი, გონი უკვე ზვარს მივაქციეთ. ხოლოდ ეს ნივთებია და კიდე რამდენიმე ქარხანა დარჩა. კიდევ ერთი კვირა გქონდა, რომ დანარჩენი ქარხნები დაგვესრულებინა, მაგრამ სწრაფად ვამთავრებდით. ჩინეთის შემთხვევაში მას შეუძლია თავისი გემები ჩვენთან გამოგზავნოს და ასევე პირდაპირ ვენესუელაში. უთხარით მათ, იყიდეთ ვენესუელიდან.
ჩვენ გვაქვს დიდი ზედმეტი სიმძლავრე, რომელსაც გავყიდით და ალბათ უფრო იაფადაც გავყიდით. გავყიდით, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პრეზიდენტ სი ძინპინთან ჩინეთიდან და კარგად თანამშრომლობთ. და ისინი კარგ სახას გვიხდიან, როგორც იცით. ჩვენ ფული არასდროს მიგვიღია ადრე. იცით, მე უსმენ ამ გორდონ ჩანგს. მას არ აქვს წარმოდგენა რაზე ლაპარაკობს. ჩვენ ძალიან მკაცრები ვიყავით ჩინეთთან, მკაცრები, მაგრამ სამართლიანები. და იცით, ეს საოცარი ადგილია, მაგრამ მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ჩინეთთან და მათაც. ჩემს დროს მე უზარმაზარი ტარიფები დავაწესე. ჩინურ მანქანებზე 100%-იანი გადასახადი დავაწესე. ეს ანადგურებს ევროპას. ისინი ანადგურებენ ევროპას. ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Mercedes და BMW, ბიზნესს ართმევენ. ჩვენ აქ ჩინური მანქანები არ გვყავს, იმიტომ რომ ისინი გაანადგურებდნენ General Motors-სა და Ford-ს. ისინი ამ კომპანიებს გაანადგურებდნენ. ამიტომ დავაწესე 100%-იანი ტარიფი და სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ ბაიდენმა ის შეინარჩუნა. რაც გასაკვირია. ეს თითქმის ერთადერთი რამ იყო, რაც მან კარგად გააკეთა და გააგრძელა. ამიტომ ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს. იცით, ევროპას სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. ჩინური მანქანების შემოჭრის გამო. ჩვენ არ გვაქვს. მაგრამ პრეზიდენტო, რომ გავარკვიოთ, თქვენ თქვით, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უჭერს მხარს ირანს და აგზავნის სამხედრო ტექნიკას, დაუწესდება 50%-იანი ტარიფით უსცადებს ამ პროდუქტებს. თქვენ ჩინეთის ქვეყანას გულისხმობდით. დიახ, დასხვებით, მაგრამ დიახ, ჩინეთიც. კარგი, თუ გავიგებთ, რომ ჩინეთი, იმიტომ რომ მე ვისმენ რეპორტაჟებს. ერთი რეპორტაჟი ჩემთვის ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ ვისმენ ცნობებს ჩინეთის მიერ მხრიდან გასაშვები რაკეტების მიწოდებაზე, რასაც პორტატულ რაკეტებს უწოდებენ. საერო თავდაცვის რაკეტები. ეჭვი მეპარება, რომ ისინი ამას გააკეთებდნენ, რადგან მე მაქვს ურთიერთობა და ვფიქრობ, ამას არ გააკეთებდნენ, მაგრამ შეიძლება ცოტა გააკეთეს დასაწყისში, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეხლა გააკეთებდნენ, არა. მაგრამ თუ დავიჭებთ, რომ ამას აკეთებენ, 50%-იან ტარიფს დავაწესებთ, რაც უზარმაზარია. ეს შთამბეჭდავი თანხაა. და გსურთ რამე თქვათ ჩვენს ნატოს მოკავშირეებზე. იმ თვალსაზრისით, თუ რა ელით მათ შემდეგ, რადგან დიახ, მინდა ვთქვა, განადრო არ არის, რომ ირანი ტერორიზმის მთავარი სახელმწიფო სპონსორად გამოაცხადონ და რას აპირებთ თქვენ, რადგან მათ ამ ძალისხმევაში არ დაგვეხმარნენ. კარგი, ნატო სამარცხვინოა. მინდა ვთქვა, მე არ გადამივლია იქ ზვარი. დახმარება არ ჭირდებოდა. ვიტყოდი ასე, თუ სურთ დახმარება გაგვიწიონ, შვენიერია. თუ არა, ეგეც კარგია. და თქვენს გვირჩევნია, არა ბატონო. ისინი იქ ჩვენთვის არ იყვნენ. თუ მე მქონდა, თუ მე დამეძალა, შეიძლება შესულიყულიყვნენ, მაგრამ შესულიყნენ უხალისოდ. ნამდვილად უხალისოდ და ძალიან უკან დარჩებოდნენ. არა, ძალიან იმედგაცუებული ვარ, მინდა ვთქვა. შეხედე გაერთიანებულ სამეფოს, მე მიყვარს გაერთიანებული სამეფო. ეს შენ იცი, შოტლანდიაში დავიბადე და ეს ძალიან მომწონს. მაგრამ ბატონი სტარმერი, პრემიერ-მინისტრი სტარმერი ამბობს, რომ აღჭურვილობას გავაგზავნით ომის დასრულების შემდეგ. მე ვუთხარი, რომ აღჭურვილობა საჭიროა ომამდე ან ომის დროს, არა მაშინ, როცა ომი დასრულდება. მან საჯაროდ განაცხადა, რომ გაგზავნიდა მხოლოდ მაშინ, როცა ომი დასრულდებოდა. ეს იყო დაახლოებით ასე. ეს ჟღერს როგორც განცხადება, დაახლოებით ნევილ ჩემბერლენის სტილში და გერმანიასთანაც ზუსტად იგივე ხდება. Ele disse, nós não começamos. ეს ჩვენ დავეხმარეთ მათ უკრაინასთან დაკავშირებით. ეს არასოდეს მოხდებოდა ჩემი პრეზიდენტობის დროს. გვექნებოდა პრობლემები რუსეთთან და უკრაინასთან, მაგრამ პრეზიდენტი არაკომპეტენტური იყო. გერმანიამ თქვა, რომ მან ძლიერად მოითხოვა ომის შეწყვეტა. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ მან თქვა, ჩვენ არ დაგვიწყია ომი. დიახ, ჩვენ არ დაგვიწყია ომი უკრაინაში, მაგრამ ჩვენ დავეხმარეთ. ბაიდენმა მისცა 350 მილიარდი დოლარი. არაფერს ვატყობინეთ. ხიდი რაღაცებს ნატოსთვის და ისინი აკეთებენ იმას, რაც უნდათ. გონია, რომ უკრაინას აწვდიან, მაგრამ სრულფასად ხიდი. დიახ, ხიდიც ნატოსთვის და ისინი აკეთებენ იმას, რაც უნდათ. კარგად დაფიქრდი. 3 მილიარდი დოლარი გერმანელები ცუდად მიიჩნიეს, მაგრამ როგორც ყველა სხვა არის არა საჭიროა გადავხედოთ ნატოს, იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ იქ ჩვენთვის და ნებამომეცი გითხრა ერთი რამ უკვე 25 წელზე მეტი ისინი არ იყვნენ იქ ჩვენთვის და არ იქნებიან თუ არ იყვნენ იქ ჩვენთვის. ეს უბრალოდ სამხედრო ოპერაციაა. რთული არ არის. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ჩვენ ავადგინეთ შეიარაღებული ძალები პირველ ვადაში, ვიყენებ ამას მეორე ვადაში. დიახ, და ჩვენ გვყავს საუკეთესო შეიარაღებული ძალები მსოფლიოში. და ეხლა ვხედავ, რომ მართალი ვიყავი, როცა ამდენ ფულს ჯარში ვხარჯავდი. ჩვენ გვყავს საუკეთესოები. Forças Armadas do mundo. Temos os melhores. აღჭურვილობა მსოფლიოში. და ეს შთამბეჭდავია. რაც
შევძელით გაკეთება. შეხედე ვენესუელას. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ყველაფერი კარგადა. ვენესუელასთან. ეს შესანიშნავი დროა. ვენესუელა რო ხავდეს და სხვათა შორის ვენესუელა ის ქმნის ბევრად უფრო მეტ კაპიტალს ვიდრე ოდესმე და ჩვენ აქტიურად მონაწილეობთ ამ მოგებებში. თუ კარგი, ბატონო პრეზიდენტო, გვინდა რომ თქვენი დრო დავაფასოთ, ვიცი რამდენად დაკავებული ხართ და რომ ამ ინტერვიუს მეორე ნაწილი გვექნება ამ კვირაში თეთრ სახლში. მადლობას გიხდით ზარისთვის და სიახლეებისთვის ამ დილით. მომავალ კვირას ოვალურ ოფისში შევხვდებით ინტერვიუს მეორე ნაწილზე, რათა უფრო ფართო თემებზე ვისაუბროთ. საკითხები. დაგავლენა. Economia. Obrigado, senhor presidente. Obrigado, Maria. Obrigado.